ლიტვის დელეგაციის ვიზიტი თბილისში ერთ-ერთი ძირითადი თემა იყო საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზეც. მინისტრის მოადგილემ აგრეთვე საქართველოში საერთაშორისო მონიტორების ჩამოსვლის შესახებაც ისაუბრა, რომლებიც საპარლამენტო არჩევნებს უნდა დააკვირდნენ. ჟურნალისტებთან შეხვედრას დავით კაკულია დაესწრო. დავით, რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციამ დაადასტურა უკვე, რომ მისი წარმომადგენლები დააკვირდებიან არჩევნებს. გიორგი, როგორც ჩვენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ გავაცნო ინფორმაცია, უკვე არსებობს ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელმაც უკვე გამოხატა ინტერესი შემოდგომას დაგეგმილ არჩევნების პროცესის დაკვირვებისა. ეს არის EUTOS დაქვემდებარებაში მყოფი ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია. ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები ჩამოვლენ ივნისში და დააკვირდებიან მთელ წინა საარჩევნო პროცესს. საგარეო საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე წერილი გაგზავნა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში და თხოვა ამ ორგანიზაციებს, რომ ისინი ჩამოვიდნენ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, რათა მათ შეაფასონ მთელი წინა საარჩევნო პროცესი. საგარეო საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე ოფიციალური მოსაწვევი წერილი დააგზავნა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში და სხვადასხვა დედაქალაქში იმ თხოვნით, რომ სადამკვირვებლო მისიები რაც შეიძლება სწრაფად ჩამოვიდნენ საქართველოში და ზედამხედველობა გაუწიონ მათ შორის წინა საარჩევნო პროცესსაც და საარჩევნო მომზადების პროცესს, რომელიც არის დაგეგმილი 2012 წლის ოქტომბერში. შესაბამისად, პირველი ოფიციალური გამოხმაურება, როგორც ასეთი წერილობითი გამოხმაურება გულისხმობ, მოგვაწოდა EUTOS დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა, შემოკლებით ODIHR-მა. კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ნინო კალანდაძემ მორშავის ტრადიციულ ბრიფინგზე გაამახვილა ყურადღება, ეს არის ლიტვის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი თბილისში. მან აღნიშნა, რომ ლიტვის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის და მას ექნება რამდენიმე უმაღლესი დონის შეხვედრა, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან. საგარეო საქმეთა სამინისტროდან დავით კაკულია გვერდთვებოდა.